რატომ აიღეთ ეს საქმე? ღირსება არის სვანეთის სავიზიტო ბარათი. შეეხმენ ჩვენს სვანურ ტრადიციულ წმინდათა წმინდას. სვანები ითხოვენ ხო თვითონ გამოძიებას, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ მოვახერხდეთ ტრადიციული მეთოდით შურისიებას, ხო? ისინი დაიჭებიან ძალიან მკაცრად. მე იმედი მაქვს, რომ ამ ბრძოლაში ყველა სვანი დამიდგება გვერდში. ნატას უნდა ეშინოდეს რამე ის. პოლიციამ არანაირი რეაგირება არ მოახდინა. მასაც აქვს მონაწილეობა მიღებული გაუპატეურებაში? კი ბატონო, ჩემს სახში. მე მჯერა, რომ ის ნამდვილად გაუპატიურეს, ის გაუპატიურეს მაშინ, როდესაც იყო მცირეწლოვანი, ის გაუპატიურეს არაერთგზის და ბუნებრივია არაერთმა. დიახ, არაერთმა ვერ გადაურჩებიან სამართლიან საჭირს. ნატა, რამე შეადანაშაულებთ დედას? კი, ბევრ რამეს. ის ადამიანები, რომლებმაც ჩაიდინეს ეს სისასტიკე, ეს უბინძურესი დანაშაული, არაერთი ეპიზოდი. ისინი აუცილებლად უნდა დაისაჯონ. ჯიმშერ ვიბლიანს არ ედება ბრალად თქვენი გაუპატეურება. უნდა დაამტკიცონ. ამ საქმეზე აუცილებლად იზეიმებს სამართალი. მოგესალმებით, თქვენ უყურებთ პოდკასტ ვეძებ. დღევანდელი ჩვენი პოდკასტი იქნება ნატა ვიბლიანის პირველი პოდკასტის გაგრძელება. ჯერ პირველ რიგში, იმიტომ რომ გარკვეულ კვალზე ვართ გასულები მის ბავშვთან დაკავშირებით და იმედია ეს კვალი სწორი იქნება. ღმერთმა ქნას რომ ბავშვს მივაგნოთ. მეორე რიგში, იმიტომ რომ ძალიან ბევრი სიახლე აქვს და სწორედ ჩვენი პოდკასტიდან გამომდინარე მოხდა მისი ისტორიის გასაჯაროება და გამოძიების დაწყება. დღევანდელი ჩვენი სტუმარი არა მარტო ნატა ვიბლიანი, არამედ ტარიელ კაკაბაძეც იქნება, რომელიც არის მისი ადვოკატი და რომელიც დეტალურად მოგვიყვება თუ რა სიახლეებია, რას უნდა ველოდოთ ამ საქმიდან და რამდენად არის მოგების შანსი. თუმცა სანამ მათ გავესაუბრებით, გეტყვით რომ ჩვენი პოდკასტი იწერება პოდკასტ პოინტში, სადაც თქვენ შეგიძლიათ ჩაწეროთ თქვენთვის ასურველი პოდკასტი, ვლოგი და ინტერვიუ, ხოლო ჩვენი სპონსორია ონლაინ მაღაზია კერა, სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ ყველაზე ხარისხიანი ნივთები, ყველაზე მისაღებ ფასად. კერა თქვენი სანდო ონლაინ მაღაზია, ხარისხიანი საოჯახო ნივთებით, ხელმისაწვდომი ფასებით და მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურებით. ნატა, არ ვიცი გეუბნებიან თუ არა, მაგრამ ჩვენი პოდკასტის მერე 2 კვირაა გასული ჩაწერის მერე და სახეზე გატყობ, რომ ბევრად უფრო ისე მშვიდად ხარ და რაღაცნაირად ბედნიერად. საერთოდ მე ჩემი თავი იყო დამძიმება, აი როგორ იცი, თავი რო გწივა, სულ დამძიმეროდა, ეგრე ვიცხოვრე, ჩემი ცხოვრება და ეს რაც რასაც თქვენ ვერ გეუბნებოდით, ის ხო უცხარი გუშინ გამომძიებელს და ადვოკატს. რა დავიცალე, როგორც ბავშვი ისე გავხდი. და გარდა ამისა ძალიან ბევრი ადამიანის მხარდაჭერაც მიიღეთ და ეს ალბათ ძალიან მნიშვნელოვანია. უღმესი მადლობა თქვენ, უღმესი და დიდი პრივილეგიები თამაშობთ. თქვენ ვარა, მე როგორც ადამიანი გავხრებოდი ნამდვილად სამყაროდან ისე გამაქრობდნენ ბიბლიანები და ჩქიმიანები. არაერთი მცდელობა ქონდა სხვათა შორის. ჩემი ქვეყნიდან გატყუებით, ჩემი ქვეყნიდან ის, მაგრამ არა უსწავლ, ყველაფერი კარგად არის. ნატა, თქვენ ადვოკატზე მინდა რომ 1-2 სიტყვა გითხრათ, სანამ პირადად მას გავესაუბრებით, რამდენად მნიშვნელოვანია ბატონი ტარიელ კაკაბაძის ჩართვა თქვენ кейსში, რომელიც ასევე ჩვენი სტუმარია ახლა რამდენიმე წუთში. ბატონი ტარიელის ჩართულობა ჩემთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ბატონი ტარიელი არ არის ფულის მოყვარული, ბატონი ტარიელი არის სახელის მოყვარული და სახელის მოყვარული ადამიანი ყველაფერს გააკეთებს იმასე რომ დადგეს. მის ხმას იგრძნობა, ბატონი ტარიელის ხმაში იგრძნობა ძალიან დიდი სისუფთავე. ეს ყველას აქვს თუ არა განვითარებული, არ ვიცი, ეს არის ეგო. არაფრისა არავის რო ეშინია კანონის თარგმნებში და თუ მოიგებს ჩემ საქმეს ვინმე, ეს იქნება ბატონი ტარიელიდან. ფასასწორის ძალიან დიდი მხარდაჭერა აქვს საქართველოში. როგორც კი გამოვაცხადე, რომ ჭირდებოდა ადვოკატი, ეს ხმა ყველამ დაასახელა ბატონი ტარიელი და მე ვენდობი სრულიად ქალბატონ მარიამს და ბატონ ტარიელს. და უღრმესი მადლობა თქვენ ქალბატონო
თამუნა რომ მიიღებს მონაწილეობა ამ დიდ დანაშაულის გახსნაში და გმირი ხარ, პირველი გმირი ხარ. ჯერ გახსნამდე ცოტა ბევრი დრო გვაქვს, მაგრამ ესეც მალე იქნება დარწმუნებული ვარ. ნატა, მოპასუხე მხარეზე რა სიტყვით, ისიც საკმაოდ ცნობილი და ესეთი სახელიანი შემდგარი პროფესიონალი ადვოკატი არის მარიამ კუბლაშვილი, რომელმაც მოპასუხე მხარის ერთ-ერთი ადამიანის საქმე აიღო. ვიცი, ჩემს ფოტოებს ავრცელებს და მე აუკრძალე, მე ვთხოვ, რომ ჩემი ფოტოები არ გამოიყენოს, ჩემი ადვოკატი და ტელევიზიები, ვისთანაც თანამშრომლობ იმედის გარდა არ აქვს უფლება, მით უმეტეს ჩემი მოწინააღმდეგების ადვოკატს არ აქვს უფლება ჩემ ფოტოები გამოიყენოს პირადი. ნატა, მარიამ კუბლაშვილი ამბობს, რომ ის იცავს ჯიმ შერვიბლიანს, კონკრეტულად ერთ ადამიანს, რომლის ოჯახისგანაც შენ ითხოვდი 50,000 ევროს. ქალბატონო თამუნა, ეს პირველივე დღეს გავაჟღერე თქვენთან. არ დაგიმალავთ არასდროს რომ თანხას თხოვდით. იმ წუთას გითხარით, მაგრამ მე ისიც გითხარით, რომ ის არ არის ჩემი საკითხი და ვთქვათ არ ვილაპარაკებ და საჯაროდ, მაგრამ აუცილებლად ყველგან თუ ვინმე არის სვანეთში, ანუ შემდგარი ადამიანი, ვაჟკაცი, ყველა მიცის ამ ფულთან დაკავშირებით, ყველას უთხარი, ყველას უამბე და ყველა მომიწონა საქციელი და მითხრეს რომ ვიქცევი სწორად, მაგრამ ეს რომ გამოიტანო, ეს როდის იყო იმაში, რა ქვია, ვოისები ხო აქვს რა განხრითაც მაქვს გაკეთებული. ზუსტად ის ვოისები გამოიტანონ, ის კი არა რომ ვიღაცა ქალს გაუგზავნე მაია ცინდელიანს რაც გაუტანე მე ველაპარაკე. ის აქვს გამოტანილი, მაგრამ რეალობაში რომელი ვოისიც მივწერე, მანანა ხარჯიანს ის ვოისი არ არის გამოტანილი. ეს თუ ამ ფულის ერთი დღეც არ დამიმალია, არაერთ ჩემ ვიდეოში დევს ბატონმა ტარიელმა უკვე იცის, რასთან დაკავშირებით მოვიცხოვე, მაგას მე საჯაროდ არ გავხდი, მაგრამ აუცილებლად მივაღწევ იმ მიზანსაც, რომ მე რისთვისაც მინდა ის თანხა, მე საჯარო გავხადო და თქვენ თვალწინ გადავწე და ერთი ადამიანის ცხოვრება შევცვალო. ნატა, მარიამი აცხადებს, რომ ჯიმ შერვიბლიანს ბრალი არ ედება გაუპატიურებაში. უნდა დაამტკიცონ. ჯიმ შერვიბლიანი არის ანუ სვანეთში, სვანეთის სირცხვილი, რომელსაც გვართან ურთიერთობის არცხვენია, ურთიერთობა არცხვენია ოჯახის წევრებთან, იმნაირ კაცის დაცვას. მე პირადად ადვოკატს მივმართავდი როგორც ქალს, როგორც დედას, ქალების მიმართ იყოს სოლიდარული და მოძალადე კაცებს არ მისცეს მოტივაცია, რომ კიდე ჩაიდგნენ. ზუსტად ასეთი ქალბატონები არიან მოტივაციის მიმცემი, რომ ვიღაცა გამოხდება, ფულის გამო დაიცავს და ეგ არის სირცხვილი და მთელი საქართველოს, მთელი მსოფლიოს ქალბატონების განა ჩემს გვერდში მიჭერენ მხარს, მიწევენ სოლიდარობას და გამოდის ქალი და იცავს დამნაშავეს. ანუ ის არის დამნაშავე თქვენ ზეწალადობაში? დიახ, ამას ახლა ეპიზოდებს მე აქ საჯაროს ვერ გავხდი, მაგრამ ეპიზოდები გამომძიებლისთვის ახსნილი მაქვს, გუშინ დასრულდა მაგ кейსის დაკითხვა. და ახსნილია ეპიზოდებიც ახსნილი, როდის იყო, როგორ იყო და გამოძიებამ დაადგინოს. მე ვენდობი გამოძიებას, ვენდობი ჩემს გუნდს და მე ეთვი არ შემაქვს არაფერში. უღრმესი მადლობა ყველას, ასევე საელჩოს, საქართველოს საელჩოს უღრმესი მადლობა ისეთ ყურადღებას იჩენენ, რომ მეტი რო არ შეიძლება. ნატა, უფრო რომ დავკონკრეტეთ, ესე იგი, მარიამი ამბობს, რომ სხვა მოძალადეებისგან განსხვავებით ჯიმ შერვიბლიანს არ ედება ბრალად თქვენი გაუპატიურება. ქალბატონო თამუნა, მე ვერაფერს ვერ ვიტყვი, მე მივანდობ გამოძიებას და გამოძიებამ გასცეს პასუხი. ასე ღია. ანუ მასაც აქვს მონაწილეობა მიღებული გაუპატიურებაში? კი ბატონო, გაუპატიურებაში კი, გაუპატიურებაში როგორ არასრულწლოვანი რო ვიყავი, მუქარის, ზეწოლის,
იმით კი. ჩემს სახში მისი ყაჩაღი თოლის ძმა ყავდა ჩასახლებული ჩვენ ტერორისტი ოჯახში, იმის დახმარებით იყო. აჰა, გასაგებია. ნატა, არ შემეძლია რომ ეს კითხვა არ დავსვა. პოდკასტის მერე ძალიან ბევრი კომენტარი იწერებოდა. ძალიან ბევრი ადამიანი დაგიდგა გვერდით და მათ შორის კომენტარები არის ბავშვთან დაკავშირებით. პირადად მე მომწერეს რომ თქვენი შვილი იციან სადაც არის და ამბობენ რომ თქვენი შვილი არის გაშურებული დალის ხეობაში. მართალია? მე ვგრძნობ რომ ცოცხალი არის. მე ვგრძნობ ხა იმას რომ არის ცოცხალი და ვგრძნობ რომ ბიჭი არის. ძალიან გამიხარდება და მადლობას ვეთქვი ღმერთს რომ ამ წამლების მერე თუ ინება კიდე რომ ჯამთელი დაბადებულიყო, მაშინ ავცილებლად მოვძებნი და ავცილებლად ვიპოვი. ნატა, თქვენ ყურამდე მოვიდა ასე ვთქვათ ეს ინფორმაცია რომ თქვენი შვილი დალის ხეობაშია გაშულებული? ჩემს ყურამდე საერთოდ ინფორმაცია არაფერი არ მოსულა. საერთოდ მე ვინ რა დაწერა ჯერჯერობით და რა ხდება საერთოდ არ ვიცი. მე ეჭვი მაქვს რომ დარეჯან ბიბლიანის აქვს მიღებული მონაწილეობა ჩემი შვილის გაშულებაში და გასხვისებაში. დარეჯან ბიბლიანი ვინ არის? მამიდა ჩემი რომელმაც ზუსტად მამიდამ რომელიც გამოც ჩემს სახში დაიწყო ბირძური ომები, დაიწყო შუღლი ჩვენი ტრადიციული კანონის წინააღმდეგ. ზუსტად ქალბატონი დარეჯანი და შამილ ბიბლიანი დაწყვილდნენ და-ძმა, ბიძაშვილი, მამიდაშვილი, ბიძაშვილები, ასე ვთქვათ, დები რა, მოგვარეები დაწყვილდნენ დარჩა ორსულად ჩვენი დარეჯანი, ბაბუამ გაიგო ეს ასემირ ბიბლიანმა და სვანეთიდან შამილ ბიბლიანი მისი სიცოცხლის განმავლობაში მკვდარი კი არ უნდა ჩამოესვენათ საქართველოში. ისეთი პირობით გაუშვა შამილის ოჯახის წევრებს, როგორიც არის სვანური ზუსტად კანონი, ისეთი კანონით მიმართა ბაბუამ. შამილის ოჯახში, ანუ იმის ოჯახში არც კაცს და არც ქალს შვილები არ უნდა გაეჩინათ და ოჯახი არ უნდა შეექმნათ. იმიტომ იყო რომ საეჭვო გენეტიკის მატარებლები. და ბაბუამ აკრძალა გამრავლება მაგათი. დარეჯანი როგორც ხალი დაიძეს, ბავშვი რო გაჩნდა, არ ვიცი, ამბობენ რომ გაასხვისა ზუგ ბიჭიო, რამდენად მართალია ეს ჭორის გონია, მე არაფერს არ ვამტკიცებ, რომ გაასხვისაო საკუთარი შვილიო. მე ეს დარეჯანი გაათხოვეს ჰეთერში ასაკიან კაცზე და არ ქონდა დარეჯანს უფლება რომ ჭუბერის ტერიტორიაზე ფეხი დაედგა. ეს არის შუღლი, კანონის, მიწების და ყველაფრის მხრივ დაწყებული. ბაბუამ რათა უკრძალა იმ კანონებით, ოღონდ ჩამოშლილი ბირძური კანონებით ჩემი ოჯახის წინააღმდეგ. გამოიყენეს ყველანაირი ბირძური. მე აუცილებლად დღეს უჩივლებ, ნოდარიშერებს იმისთვის უჩივლებ, რომ დაარღვიეს კანონი, შეეხმნენ ჩვენს სვანურ ტრადიციულ წმინდათა წმინდას და ჩემი პირიდან სახელი გაუტყდა სვანეთს მაგათი ტრადიციების, ხატის სიძლიერის. მე დღეს აუცილებლად ნოდარიშერებს ოფიციალურად უჩივარ ამ კანონის დარღვევისთვის და ასე ბირძურად გამოყენებისთვის. მე იმედი მაქვს, რომ ამ ბრძოლაში ყველა სვანი დამიდგება გვერდში, დავიცავს ჩვენ იმ წმინდა სისუფთავეს და აღვადგინს იმის სახელს. ნატა, მკლავჭიდელმა ხატია ბიბლიანმა გამოგიცხადა სოლიდარობა სოციალური ქსელი და თქვა, რომ თქვენ იჯეროდათ, იმიტომ რომ 6 წლის ასაკში მასაც იგივეს უპირებდნენ. თუმცა მეორე დღეს ეს ვიდეო სოციალური ქსელიდან გაქრა. როგორ ფიქრობთ, რა არის ამის მიზეზი, რა მოხდა? მე ისიც არ ვიცოდი. ხატია ბიბლიანი მკლავჭიდელი რო იყო, პირველად გავიგო, ახლა თქვენგან ეგეთი არ ვიცოდი. მე საერთოდ როგორ ვიქცევ ბიბლიანების გვარს რო გავიგებ, გავდივარ იქიდან, არ მინდა არავის გაკარგება. არასოდეს არ ვცდილობ ბიბლიანთან დაახლოებით. შორს მივდივარ, მირჩევნია პოლონელთან მიქონია კაი ურთიერთობა, ვიდრე ბიბლიანთან. ბიბლიანებს არ ვენდობი არც ქალს და არც კაცს, იმიტომ რომ
გენეტიკა, ეხლა ჩემ ნოდარი შერებზე ვიძახი და ხატია ბაკაშერების გოგო არის, რიბლიანების წარმომადგენელი და მე არ ვიცი. რა შემთხვევა მე მგონია ხატია სექსუალური შევიწროება კი არა, ფიზიკური შევიწროება ქონდა ოჯახის წევრებიდან, მე როგორც ვიცი, თემა და წება ასეთი შევიწროება და ყავს კიდე იმას ძალიან კაი ბიძები და როგორც ჩანს უთხრეს რომ აიღეს თხოვეს და აიღებდა აუცილებლად ბიძების პატივისცემით აიღებდა და მე არ გამაჩნია არც ბიძის არც არავის პატივისცემა მე გამაჩნია ჩემი მწარი მამის და ჩემი მწარი ბაბუის მედი პატივისცემა ამ ქვეყანაზე არ გამაჩნია არავის და მაგიტომ ვეცდები მთელი ძალებით თქვენი დახმარებით მე დავადგინოს სიმართლე და გამოაშკარავდეს ყველა ის დამნაშავე ვის ჩემს ოჯახს მიაყენა ზიანი. ნატა პოდკასტის ინტერვიუს ბოლოს ერთი კითხვა უნდა დავსვა აუცილებლად, რომელიც ძალიან ბევრ კომენტარში დაიწერა და ბევრი ადამიანი საუბრობს ამაზე და უბრალოდ არ მაქვს ამის უფლება რომ ეს კითხვა არ დავსვა, თუ არ გსურს შეგიძლიათ პასუხი არ გამცეთ და უბრალოდ ამოვიღებთ ამას. ამბობენ რომ როდესაც თქვენ იყავით ორსულად მეორე ბავშვზე, მაგ დროს დედა თქვენიც იყოს ორსულად და თქვენ და დედა თქვენი იყავით ორსულად ერთდროულად და დედა თქვენმა ბავშვი გააშვილა. არა. გავსი არაფერი. მე დედაჩემი საჯაროდ არ გამომაქვს მე აქ, დედაჩემის როგორც თქვი მაშინაც. დედაჩემის საქმე იქნება დახურული, მაგრამ სასამართლოები იქნება აუცილებლად ღია და ყველასთვის. სასამართლოებს მოვითხოვნა ღიას ყველასთვის, რომ იყოს ეს ღია დახურული სივრცე არ მექნება, ყველაფერს გაიგებთ. თავარი არის რომ დღეს დაასრულდეს დაკითხვა და დაიწყოს გამოძიება ზუსტად ისე როგორიც არის და მე გამოძიება გასცემის პასუხს ყველაფერს დარწმუნებული ვარ და ყველაფერს მისი პასუხი გაეცემა. მოლოდინთან დაკავშირებით რო გითხრათ, აი რა მოლოდინი გაქვს სასამართლო? მე მოლოდინი არ მაქვს. მე ასე მგონია და ასეთი შეგრძნება მაქვს რომ მე მოგებული მაქვს. თქვენ იმ ხელა მხარდაჭერა გამოგიცხადათ ქართველმა ხალხმა რომ თქვენ ისე მოგებული ხართ. და სვანეთმა თქვენ ყველა ქალბატონმა უღრმესი მადლობა მთელ საქართველოს. მე კაცები ერენ პირაჩი და მეუბნებიან რომ ქეთს ვიხდით ჩემ წინაშე. მე მწხვენია რომ მაგას მეუბნებიან და აქედან მივმართავ რომ გავს შინაარსის SMS-ები კაცებმა არ მომწერონ, იმიტომ რომ მე მწხვენია კაცი როცა მეუბნება ქეთს ვიხდი ჩემ წინაშე. ქედი ჩემ წინაშე არ მოიხარონ, მირჩევნია რომ ისეთები იყვნენ ქართველი ვაჟკაცები რომ იქით მომიწიოს. ყველასთან ქედის მოხრა და იყავით ვაჟკაცები. ვისაც ხმა შეუძლია მოიღოს და ვის ქართველია და ვის ვაჟკაცია დღეს უნდა ადგეს ყველა და დადგეს ჩემს გვერდში რომ დავამტკიცოს სიმართლე. ნატა, მთავარი მოთხოვნა რა არის? მთავარი მოთხოვნა არის რომ დაიცადოს ყველა ის ადამიანი, ვის მე ცხოვრება წამართვა, ვის მე ცხოვრება დამინგრია. ეს იქნება ოჯახის წევრი. თუ სხვა არ აქვს მნიშვნელობა. ყველა ის ადამიანი მინდა დაიცადოს, ვინც სიტყვიერ შეურაცხყოფას მაყენებდა იმას მაბრალებდა, რასაც არ ვაკეთებდი და მე თელ საქართველოსაც დავუმტკიცე. ეძებენ, წარმოიდგინეთ, თელ საქართველოში ეძებენ ჩემთვის. და აქედან ვაცხადებ 2002 წლამდე საქმეს ვიძიებ თორა 2002-ის იქით ცხოვრება არავის საძიებელი არ არის. არც ჩავთავ მაგ საქმეს, დასამალიც არ მაქვს. აქამდე გამოჩნდებოდა ყველაფერი, მაგრამ 2002 წლამდე რაც დამიშავეს იმას ვიძიებ თორა 2002-ის იქით რატო ეძებენ ჩხუმიანები, რატო ეძებენ ვიბლიანები ჩემ წარსულ ცხოვრებას. ნატა, აქამდე სად იყო ბევრი ადამიანი წერდა? აქამდე ხმას რატომ არ იღებდა? აქამდე სად ვიყავ, ქალბატონთან და ამას არ უნდა ცოტა ძალიან ბევრი ვარჯიში დამჭირდა ჩემ თავთან, რამდენჯერ დავიწყე, იმდენჯერ გავჩერდი, დამბედაობა არ მქონდა, რაღაცა მაკავებდა და ეს იყო შვილიშვილი და ჩემი შვილის გაბედნიერებას უნდა მოვსწრებოდი და მოვესწარი იმას და როგორც კი დავინახე ბიჭი მყავდა იმ წუთას დავიწყე, იმიტომ რომ მე მინდა ჩემმა შვილიშვილმა სუფთა ფურცლიდან არავინ მისკენ არ გაიშვიროს, იმის შვილიშვილი არისო, არავინ არ გაიშვიროს, მინდა რომ მისი ბაბუა
დიდი ბაბუას სახელი იყოს მისთვის ისტორიასავის და არა იგი რომ მაგის ოჯახში მარტო ისეთი ქალები იზრდება და ასეთი ქალები ყავდა. ჩემი ბაბუას ოჯახი იყო სახელოვანი, დღესაც განთქმული არის ასწემილის სახელი და ზუსტად ასე მინდა რომ გაგრძელდეს ჩემი ძმების ოჯახებით და ჩემი შვილიშვილის რა თქმა უნდა ბიჭი არის და მინდა რომ თქვენი შვილი და შვილიშვილი უსაფრთხოდ არიან დღეს? ჩემი შვილი და შვილიშვილი უსაფრთხოდ არიან, იმიტომ რომ ძალიან კარგი სიძე მყავს, ძალიან კარგი წი არის და უღმესი მადლობა მას. მე არ მეშინია რომ დაუცველი იყოს ჩემი შვილი, იმიტომ რომ ვაჟკაცის ხელში მყავს ჩემი გოგო. ნატა, მას მერე რაც სრულიად საქართველოს თქვენს გვერდით დადგა, თქვენი ოჯახის წევრები, დედა თქვენი, თქვენი ძმა და თქვენი და არ გამოჩენილან? არა. არა? არა. ჩემი ოჯახის წევრება დაარჩინე არავის. ჩემი ნინის, ჩემი იოს და გიორგის გარდა. ჩემი ოჯახის წევრები არ არიან და ამიტომ არც ვალდებულებ რომ დამირეკონ და არც მე ვარ ვალდებული რომ ურეკო ყოველდღე. ურთიერთობა არ მინდა მე მაგ ხალხთან მირჩევნია რომ იყვნენ შორს და ჩემგან კარგად. არავითარი ურთიერთობის გაგრძელების სურვილი არ მაქვს მე იმ ხალხთან ნამდვილად არავისთან, არც დედმამისშვილებთან და არც დედასთან, არც ნათესთან, ჩემ გვართან მით უმეტეს კატეგორიულად ბიბლიანების დანახვა არ მინდა, ვეცდები რომ ეს სისხლი რამენაირად გადავიწყარო, არ მქონდეს მაგ სისხლის მაგად. ნატა, რამეში ადანაშაულებთ დედას? კი, ბევრ რამეში. ხო? კი, ბევრ რამეში და მე მაგას შევხედავ მისი ქმედებით დღეს, თუ გამოძიებასთან ითანამშრომლებს იტყვის სიმართლეს და არაფერს სიმართლის გარდა, ყველაფერს ვაპატიებ. თუ კიდევ ვინახავ კიდე მღალატობს, მე არ დავიგდებ, ვის მე არ დამეხმარება და არ დამიდგება სიმართლეში გვერდში, არც მე დავეხმარები და არავის არ დავინდობ. ყველა მიიღებს იმ პასუხს, რასაც დაიმსახურებს. ეს იქნება კანონის ძალით, არ ვიცი ეს იქნება რომელი ძალებით, მაგრამ ყველა დაიშლება, აბსოლუტურად ყველა. ნატა, ძალიან დიდი მადლობა საუბრისთვის. გარკვეულ კვალზე ვართ ბავშვთან დაკავშირებით გასული და იმედი მაქვს რომ ეს კვალი იქნება სწორი. როგორც კი სიახლე გვექნება, შემოგეხმენებით აუცილებლად, ასე რომ მადლობა საუბრისთვის და წარმატებას გისურვებ და გამაგრდი. მე დარწმუნებული ვარ რომ შენ ძალიან კარგ ხელში ხარ. მოგესალმებით, პირველ რიგში ძალიან დიდი მადლობა მინდა გითხრათ რომ გამონახეთ ჩვენ პოდკასტში მოხვედით სტუმრად. მაინტერესებს რატომ აიღეთ ეს საქმე. აი, ჩვენი პოდკასტის გასვლის შემდეგ ჩვენ ხო ვითხოვეთ რომ დაგვეხმარეთ ადვოკატი, მოგვაძებნიეთ ისეთი ღირსეული ადვოკატი, ვინც არ იქნება თქვა რაღაც მოტივირებული მარტო ფინანსურ მხარეს და იქნება სანდო ადამიანი. ყველა გთაგებოდათ კონკრეტულად თქვენ. რატომ? როგორ ფიქრობთ? მოგესალმებით. გეთანხმებით იმაში, რომ ძალიან ბევრი ადამიანი თაგავდა, განსაკუთრებით თქვენი პოდკასტის შემდეგ უამრავი ადამიანი მნიშნავდა სხვადასხვა კომენტარებში და პირდაპირ თხოვდნენ ამ საქმეში ჩართვას. და ყველაზე ხშირად თაგავდნენ, ნიშნავდნენ სწორედ სვანები, სვანეთში მაცხოვრებელი ადამიანები ან წარმოშობით სვანები, სვანური გვარის. რამე შეხება გქონდათ ამ საქმეს? მე რა თქმა უნდა, ყველა კუთხესთან შეხება მაქვს. არა, რამე საქმე წარმართებს, თუმცა რა თქმა უნდა, სვანეთთან განსაკუთრებული ურთიერთობა მაქვს, მეც დედით სვანი ვარ და მინდა გითხრათ, რომ ზოგადად ის რომ მე ვარ თუნდაც ნახევრად სვანი, ეს ჩემთვის ძალიან საამაყოა და ეს ადამიანები, სვანეთში მაცხოვრებელი ადამიანები, ყველაზე აქტიურად არიან ჩართული ამ საქმეში და ყველაზე მეტად მეხმარებიან მე პირადად, რომ ამ საქმეზე სამართალმა იზეიმოს. ანუ ესენი არიან ადამიანები, რომლებიც გვაწვდიან მნიშვნელოვან ინფორმაციებს, რომლებიც გვამხნევებენ და სოლიდარობას უცხადებენ. ძალიან დიდი მხარდაჭერა გამოიჩინეს. ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა, რომ კრიტიკა, კონკრეტული კუთხის, რაღაც კუთხური შუღლის გაღვივება ეს არის დაუშვებელი. მით უმეტეს, როდესაც ყველამ ვიცით, რომ ღირსება არის სვანეთის სავიზიტო ბარათი, თუმცა ის ადამიანები,
რომლებმაც ჩაიდინეს ეს სისასტიკე, ეს უბინძურესი დანაშაული, არაერთი ეპიზოდი. ისინი აუცილებლად უნდა დაისაჯონ და აღნიშნულთან დაკავშირებით არა მარტო სვანეთი, არამედ მთლიანი საქართველო თან ხვდება. ყველა ნორმალური ადამიანი მიიჩნევს, რომ ეს არის უპატიებელი დანაშაული. აქ საუბარი იყო იმაზე, რომ თითქოს ხანდაზმულობის ვადა არის გასული, რადგანაც 35 წელია. ჯერ მითხარით თქვენ რატო აიღეთ ეს საქმე? მე რატომ ავიღე? პირველ რიგში მინდა გითხრათ, რომ იმიტომ რომ ბევრმა მოგნიშნათ? მე მინდოდა მას შემდეგ რაც ბევრმა მომნიშნა, ასევე ვნახე თავად ნატას მესიჯები ჩემს ოფიციალურ გვერდებზე. ვნახე რომ ნატაც ითხოვდა დახმარებას. შემდეგ გავცვალეთ ნომრები, დაურეკე და მე მოვისმინე მისგან ისტორია და მე მისი დავიჯერე. მნიშვნელოვანი არის მე მჯეროდეს იმ პიროვნების, ვის ინტერესებსაც მე ვიცავ. გჯერათ? ჩემთვის დაუშვებელია იმ ადამიანის დაცვა, ვისიც მე არ მჯერა. ჩემთვის დაუშვებელია უდანაშაულო ადამიანის პასუხისგებაში მიცემა. დაუშვებელია უდანაშაულო ადამიანს დააბრალო რაიმე დანაშაული, მით უმეტეს ისეთი მძიმე დანაშაული, როგორც არის გაუპატიურება. მე მისი აბსოლუტურად მჯერა. წინააღმდეგ შემთხვევაში მე მისი ადვოკატი არ ვიქნებოდი. მე მჯერა, რომ ის ნამდვილად გაუპატიურეს, ის გაუპატიურეს მაშინ, როდესაც იყო მცირეწლოვანი, ის გაუპატიურეს არაერთგზის და ბუნებრივია ჩემი არაერთმა. დიახ, არაერთმა და ჩემი მორალური, ადამიანური, კაცური ვალდებულებაც არის, რომ ესეთ ადამიანს გვერდით დაუდგე. აქ რა თქმა უნდა ფინანსებზე საუბარი ზედმეტია, ჩემთვის რომ ვინმე შემომთავაზოს ფინანსები ჰონორარი ამ საქმეში ჩართვისთვის, ეს შეურაცხყოფა. ამას უსასყიდლოდ აკეთებთ? რა თქმა უნდა, ეს იქნებოდა უდიდესი შეურაცხყოფა, რომ ვინმეს რაღაც თანხა გადაეხადა. მე ვფიქრობ, რომ ადვოკატის პროფესია ჩვენ გვაძლევს შესაძლებლობას, რომ სიკეთე ვაკეთოთ ხშირ შემთხვევაში უანგაროდ. სწორედ ეს არის ჩვენი პროფესიის არსი, რომ ვიცხოვროთ ღირსეულად, დავეხმაროთ ადამიანებს და გავაკეთოთ რაც შეიძლება ბევრი სიკეთე. ჩვენი პროფესია არის ნამდვილად ღირსეული პროფესია და გამორჩეული იმ კუთხითაც, რომ ჩვენ გვაქვს ყველაზე ძვირფასი რამ არჩევანის თავისუფლება. ჩვენ თავად ვირჩევთ, ვინ დავიცვათ და ვინ არ დავიცვათ. ძალიან ბევრს გონია, რომ ადვოკატი ვალდებულია ნებისმიერი ადამიანი დაიცვას. ეს ასე არ არის. ჩვენ შეგვიძლია კონკრეტულ საქმეში ჩართვაზე ვარი ვთქვათ და ჩვენ შეგვიძლია რომ ვთქვათ რომ მე აი ამ საქმეში ჩავერთვები თუნდაც უფასოდ. ამიტომ როცა შენ სწორ მხარეს გახარ და როცა შენ ცდილობ თუნდაც რთულ სიტუაციაში, თუნდაც ისეთ რთულ სიტუაციაში, როგორ სიტუაციაში შეიძლება აღმოჩენილიყავით ამ საქმეში, როდესაც ათეულობით წელია გასული და როცა იცი რომ სწორ მხარეს გახარ, ეს არის უდიდესი ბედნიერება და როცა შენ გჯერა რომ ღირსეულ საქმეს ემსახურები, მე მჯერა რომ ასე დროს საქმის 60-70% უკვე გაკეთებულია. მარიამ კუბლაშვილმა იცის რომ ღირსეულ მხარეს დგას? რაც შეეხება ჩემს კოლეგას, პირველ რიგში მინდა გითხრა რომ მე ჩემს ყველა კოლეგას პატივცემ, მათ შორის მარიამ კუბლაშვილსაც, მე მაინტერესებს, როდესაც ის შემოვა სამართლებრივ პოლემიკაში, მე ნამდვილად მაინტერესებს რა არგუმენტი ექნება მოწინააღმდეგე მხარეს, ასე რომ ვთქვათ, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ადვოკატის ლანძღვა, ბულინგი იმის გამო, რომ ვინმე იცავს, ეს ყოველთვის დაუშვებელია, ყველას უნდა ყავდეს ადვოკატი, მათ შორის ყველაზე მძიმე დამნაშავესაც, მაგრამ თავარი რა არის? თავარია რომ საბოლოოდ მაინც სამართლიანობამ უნდა იზეიმოს და მე მიუხედავად იმისა, რომ არაფრის გარანტიას არასდროს არ ვაძლევ, ამის უფლება არ მაქვს, ცარცახად ვიტყვი, რომ ეს არის საქმე, რომელზეც რაც არ უნდა მოხდეს. სამართალმა უნდა იზეიმოს და მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მივაღწევთ იმას. ნატა ვიბლიანის გაუპატიურებაში მხილებული პირები, რომლებმაც ნამდვილად გააუპატიურეს ნატა ვიბლიანი ვერ გადაურჩებიან სამართლიან საჭერს. ისინი დაიჭებიან ძალიან მკაცრად, ისინი აუცილებლად მიეცემიან პასუხისგებაში. ჩვენ აქტიურად მუშაობთ, ვატარებთ საგამოძიებო მოქმედებებს, გამოძიება ძალიან აქტიურად მუშაობს. ისინი ჩვენ გარკვეულ საკითხებს გვითანხმებენ, საკვანძო საკითხებს, რაც მნიშვნელოვანი არის ჩვენი თანამშრომლობისთვის და მე კიდევ ერთხელ პირდები საზოგადოებას, რომ ძალიან ბევრ კითხვას, რომელიც კვლავ არსებობს, ნამდვილად გაეცემა შესაბამისი სამართლებრივი პასუხი, არა ჭორებით და ვარაუდებით, არამედ მტკიცებულებებით გამყარებული პასუხი. ხანდაზმული არ არის საქმე. რაც შეეხება ხანდაზმულობას, ჩვენ ამ თემასთან დაკავშირებითაც ქონდა გარკვეული საუბარი და მინდა მოგახსენოთ, რომ ეს საქმე არ არის ხანდაზმული,
ჩვენ ამაზე გვაქვს ძალიან კარგად ჩამოყალიბებული სამართლებრივი პოზიცია და ვერანაირი იმედი ვერ ექნება ვერავის, რომ მარცხაჯულებას და პასუხისმგებლობას გადაურჩება იმის გამო, რომ საქმე თითქოს არის ხანდაზმული. საქმე ხანდაზმული არ არის. ახლა მე ამ მსჯელობაში არ შევალ დღეს აქ, თუმცა მე შემიძლია ნებისმიერ სასამართლო პროცესზე ნებისმიერ გამომძიებელთან, ნებისმიერ პროკურორთან, ნებისმიერ ადვოკატთან შევიდე პოლემიკაში და დავამტკიცო, რომ აქ ხანდაზმულობის ვადა გასული არ არის. შესაბამისად, აქ აუცილებლად მოხდება პირთა პასუხისმგებაში მიცემა და დადგება შესაბამისი განაჩენი კანონიერად მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე. ცოტა ეხლა თემასაც ძენილი კითხვა უნდა დავსვა, მაგრამ თუ მცირეწლოვანის გაუპატიურებას არ აქვს ხანდაზმულობა, ბავშვების სამშობლოდან მოპარვას რატომ აქვს? რაც შეეხება გაუპატიურების მუხლს, მოგეხსენებათ, რომ მცირეწლოვნის გაუპატიურება ეს არის განსაკუთრებით ძიმე კატეგორიის დანაშაული. აქ რამოდენიმეჯერ შეიცვალა საშელი აღნიშნულ მუხლთან დაკავშირებით და დღეს კარგად ვიცით, რომ ეს ითვალისწინებს უმძიმეს პასუხისმგებლობას. შესაბამისად, სწორედ ამ მუხლიდან გამომდინარე, ვინაიდან მცირეწლოვანს ეხება საქმე, ვინაიდან გაუპატიურებას ეხება საქმე, ვინაიდან ეს ითვალისწინებს უვადო თავისუფლების აღკვეთას, აქ ხანდაზმულობის ვადა არ არის გასული. რა თქმა უნდა, არსებობს განსხვავებული მოსაზრებაც. მე გამახსენდა სადღაც 2-3 დღის უკან მივეცი ინტერვიუ და იურისტების კომენტარები იყო ჩემი ინტერვიუს ქვემოთ, რომ როგორ აპირებთ შედეგის დაყენებას ამ საქმეზე, როდესაც ეს ხანდაზმული, ეს ხომ ყველა იურისტმა ვიცით და ერთი-ორთან მეც შევედი პოლემიკაში და დაუსაბუთე თუ რატომ არ არის ეს ხანდაზმული და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ აღნიშნული საკითხი შეგვიძლია ჩვენ ჩავთვალოთ გადაწყვეტილად და დადგენილად, რომ ხანდაზმულობის ვადა ნატა ვიბლიანის გაუპატიურების საქმეზე ნამდვილად არ არის გასული. შესაბამისად, გამაუპატიურებლები აუცილებლად მიეცემიან პასუხისმგებაში. ნატა იქნება აღიარებული დაზარალებულად, რომც არ მიეცენ ისინი პასუხისმგებაში? ნატა ვიბლიანი აუცილებლად უნდა იქნეს ცნობილი დაზარალებულად. ეს არის ჩვენი მოთხოვნა. დღესაც გრძელდება, კარგად მოგეხსენებათ, ნატა ვიბლიანის გამოკითხვა. გამოკითხვა უკვე მესამე დღეა გრძელდება და კვლავ დარჩა ძალიან მნიშვნელოვანი საკითხები, რაზეც ნატა ვიბლიანმა უნდა ისაუბროს. მნიშვნელოვანი ფაქტები დარჩა, რომელსაც ასევე დაჭირდება დამატებითი გადამოწმება, დამატებითი გამოკითხვების ჩატარება და სხვა საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება. ამის შემდეგ, უმოკლეს ვადაში, ჩვენ მოვითხოვთ, რომ დაზარალებულად იქნეს ცნობილი ნატა ვიბლიანი და ეს იქნება ყველაზე დიდი ნაბიჯი იმისაკენ, რომ სამართლიანობამ იზეიმოს ამ სისხლის სამართლის საქმეში. მას შემდეგ, რაც ნატა ვიბლიანი დაზარალებულად იქნება ცნობილი, გამოძიებას ხელფეხი გაიხსნება დამატებით სხვა საპროცესო და საგამოძიებო მოქმედებების ჩატარებისკენ და ეს ყველაფერი მოგცემს შესაბამის შედეგს, იმ შედეგს, რომელსაც საზოგადოება ძალიან მალე დაინახავს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს არის ძალიან სენსიტიური საქმე, იმ ხრივაც, რომ სვანეთში ჩემი ინფორმაციით არის საკმაოდ მძიმე სიტუაცია. ძალიან ბევრი ადამიანი არის უკვე აგრესიულად განწყობილი და აქ არ უნდა მოხდეს იმ პირების მიმართ, რომლებსაც ამხელს ნატა ვიბლიანი გაუპატიურებაში და სხვა მძიმე სისხლის სამართლის დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენაში. და აქ არ უნდა მოხდეს პასუხისმგებაში მიცემა და პასუხისმგებლობის დაყენება რაღაც ტრადიციული მეთოდებით, აი როგორიც არის სისხლის აღება, შურისძიება და ასე შემდეგ. ანუ მე როგორც მივხვდი, სვანები ითხოვენ ხო თვითონ გამოძიებას, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ მოვახერხდენთ ტრადიციული მეთოდით შურისძიებასო? მე შემიძლია თქვენ გაჩვენოთ არაერთი კომენტარი, არაერთი მესიჯი, არაერთი ზარი, სადაც პირდაპირ გეუბნებით, რომ ყველაზე მეტად სწორედ სვანები ითხოვენ, რომ დადგინდეს ჭეშმარიტება და სიმართლე ამ სისხლის სამართლის საქმეზე. წინააღმდეგ შემთხვევაში მე ვფიქრობ და ეს არის შიში, რომელიც მარტო მე არ მაქვს, საზოგადოების ძალიან დიდ ნაწილს აქვს, რომ სხვა მძიმე შედეგი შეიძლება დადგეს და 21 საუკუნეში სამართლებრივ სახელმწიფოში ან სახელმწიფოს, რომელსაც აქვს პრეტენზია, რომ უნდა იყოს დემოკრატიული და შემდგარი სახელმწიფო, მსგავსი მეთოდებით პირების დასჯა
როგორი მძიმე დანაშაული ჩამდენიც არ უნდა იყოს, არ უნდა ხდებოდეს. ამიტომ ჩემი მოთხოვნა არის სწრაფი გამოძიება, ეფექტური გამოძიება და მხოლოდ სამართლებრივი წესით პასუხისგებაში მიცემა იმ ადამიანებისა, ვინც ეს სასტიკი დანაშაულებრივი ქმედებები ჩაიდინეს. არანაირი შურისძიება და მსგავსი ქმედებები, ამიტომ მე მოუწოდებ გამოძიებას კიდევ ერთხელ, რომ ეფექტურად იმუშაონ, მე მოუწოდებ პოლიციას, რომ ყურადღებით იყვნენ, ვინაიდან არ არის მარტივი სიტუაცია ამ კუთხით. ჩვენ ვიცით 90-იანებში რაც მოხდა და არ ვიცი გაქვთ თუ არა ინფორმაცია, რომ ნატა ვიბლიანის დედას. ნამდვილად აქვს შეტანილი. ეს არ არის გაჟღერებული ეს რომ მოგვიყვეთ. ნატა ვიბლიანის დედას 90-იანებში ნამდვილად აქვს შეტანილი საჩივარი პოლიციაში. ზვანეთში. დიახ, და ის ითხოვდა გაუპატიურების მუხლით გამოძიების დაწყებას და დამნაშავის პასუხისგებაში მიცემას. დამნაშავე იყო დასახელებული მაშინ? ჩემი ინფორმაციით, მაშინ ნამდვილად იყო დამნაშავე დასახელებული, თუმცა ჩვენ კარგად ვიცით, რაც მოხდა, პოლიციამ არანაირი რეაგირება არ მოახდინა, პოლიციის რეაგირება იყო ის, რომ თითქოს არანაირი დანაშაული არ ყოფილა ჩადენილი, ფაქტობრივად საქმეს გამოძიება არ მოხდა, ეფექტური საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება არ მოხდა და პოლიციის გულგრილობამ რა გამოიწვია ის, რომ გრძელდებოდა კიდევ წლების განმავლობაში სხვადასხვა უმძიმესი ფორმით დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენა ნატა ვიბლიანის მიმართ. ბავს არ ჩაუტარდა ექსპერტიზა მაშინ? მაშინ თითქოს რა ინფორმაციაც მაქვს, გარკვეული საგამოძიებო მოქმედებები თითქოს ჩატარდა, მაგრამ არანაირი შეფასება არ მოყვა ამ ყველაფერს. აი ეს საგამოძიებო მოქმედებების ამსახველი ოქმებიც არ ინახება დღეს პოლიციაში, როგორც ჩემთვის ცნობილი არის და არანაირი ინფორმაცია ამ ეტაპზე არ არსებობს იმასთან დაკავშირებით, თუ რა მტკიცებულებები იქნა მოპოვებული. და ერთ-ერთი საკითხი, რაზეც გამოძიებამ უნდა იმუშაოს, არის რომ როგორმე იქნებს სადმე არქივში არსებობდეს რაიმე ინფორმაცია აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, იქნება რაიმე ისეთი მტკიცებულება იყოს, რომელიც ჩვენ წაგვადგეს და დაგვეხმარება სრული სურათის დანახვაში. ასევე მნიშვნელოვანი არის სამეგრელოს ეპიზოდი, ის რომ სამეგრელოში გააჩინა ზუგდიდში სამშობიაროში და აქ საუბარი არის იმაზე, ეს კონკრეტული სამშობიარო ნამდვილად ზუგდიდს ეკუთვნის თუ სხვა რაიონს ეკუთვნის. რომელ სამშობიაროსია საუბარი? ეს სამშობიარო დღეს მდგომარეობით არ არსებობს და მნიშვნელოვანი არის, რომ როგორმე იქნებ რაიმე დოკუმენტაცია იქნეს ამოღებული, გაირკვეს, ვინ იყო ის ექიმი, რომელმაც ამშობიარა, ან თუნდაც ის ექთანი, რომელიც ასევე მუშაობდა და მონაწილეობას იღებდა ამ ყველაფერში და რომელსაც გარკვეული სახის ინფორმაცია ორი სამშობიარო იყო სუმაში ზუგდიდში, ჭიჭითა-წყარის სამშობიარო, რომელიც ახალ არსებობს და ზუგდიდის სამშობიარო. მე ვიცი, რომ ის სამშობიარო, სადაც ნატა ვიბლიანმა იმშობიარა, დღეს მდგომარეობით არ არსებობს. მე ვიცი, რომ აღნიშნული არის დადგენილი. ვინაიდან ეს სამშობიარო არ არსებობს, არქივი უნდა იყოს კონკრეტული სამშობიაროს არქივი არ აქვს, თუმცა შესაძლოა ჯანდაცვის სამინისტროს არქივში ინახებოდეს გარკვეული ინფორმაცია. ჩვენ ამ საკითხებთან დაკავშირებით მუშაობთ. თან პირდაპირ გეტყვით, გურცველად გეტყვით, რომ ყველაფერზე საუბარი დღეს არ მინდა. არ მინდა რომ კარტები გავხსნა, ვინაიდან ვფიქრობ, რომ ამან შეიძლება ხელი შეუშალოს. კარგი, ბავშვზე რა ინფორმაციაა ცნობილი? ბავშვთან დაკავშირებითაც ბევრი სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება, ხშირ შემთხვევაში ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია. აღნიშნულთან დაკავშირებითაც მიმდინარეობს შესაბამისი. თქვენ ყველაზე დამაჯერებელი რა ინფორმაცია გაქვთ? ჯერჯერობით არ ვიცი, ზოგი ამბობს, რომ ბავშვი არის გარდაცვლილი, ზოგი ამბობს, რომ ბავშვი გაიყიდა და ცოცხალია. და ამბობენ, რომ არის დალის ხეობაში. მე უფრო ვემხრობი მეორე ვერსიას, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ვერსიების გაჟღერება არ მიყვარს, რადგანაც შეიძლება მოგვიანებით საგამოძიებო მოქმედებების შედეგად აბსოლუტურად განსხვავებული რამ დადასტურდეს. ამიტომ მოდი მე ამ ვერსიას ასე კატეგორიულად არ გავაჟღერებ, დაველოდოთ. კარგი, თვითონ ის ხალხი, ვინც აი ბავშვის მამა, ბავშვზე რას ამბობს, ვინც იყო იქ სამშობიაროში? აქ მინდა გითხრათ, რომ მხოლოდ იმას ვიტყვი დღეს, რომ ნამდვილად არის გამოკითხული არაერთი ადამიანი. ვერ ვსიტყობ, ხო? გამოკითხული არიან ის ადამიანები. რამდენი ადამიანია გამოკითხული არის უამრავი ადამიანი, მათ შორის. გამოკითხული არიან ის ადამიანები, ვისაც ნატა ამხელს
ამ დანაშაულის ჩადენაში, ამ სასტიკი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენაში. და ერთი რამ შემიძლია ვთქვა მხოლოდ და მხოლოდ, რომ არც ერთი მათგანი არ ადასტურებს რაიმე სახის კანონსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენას. ფაქტობრივად ყველანაირი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენას ყველა მათგანი უარყოფს. და ბავშვი? თუმცა მე ვამბობ რას და დაიმახსოვრეთ ჩემი სიტყვა აუცილებლად ნეიტრალურ მტკიცებულებებთან მოვა მათი ჩვენებები წინააღმდეგობაში. ნეიტრალური მტკიცებულება არის ისეთი მტკიცებულება, რომელიც გადაწონის და ნატა ბიბლიანის ჩვენების დამაჯერებლობას დაადასტურებს და დაადასტურებს იმას, რომ ყველა ამ პირის ჩვენება არის არასწორი და ერთადერთ მიზანს ემსახურება როგორმე მართსაჯულებას და პასუხისმგებლობას თავი აარითონ. აი ეს დადასტურდება ნეიტრალური მტკიცებულებებით. რა ნეიტრალური მტკიცებულებებზე ვსაუბრობ მე? ამაზე დღეს არ დავაკონკრეტებ ამ ყველაფერს, თუმცა თქვენ ახავთ, გავა რაღაც პერიოდი, რაღაც შედეგი ექნება საგამოძიებო მოქმედებებს და მე შეიძლება გარკვეული მტკიცებულებები თუ საქმე არ დაიხურება, გარკვეული მტკიცებულებები შეიძლება გავასაჯაროოთ კიდეც და ვაჩვენოთ საზოგადოებას, თუ ვინმეს კიდევ ეჭვიებარება ნატა ბიბლიანის სიმართლეში, რომ ნამდვილად გაუპატიურების ფაქტებთან დაკავშირებით მის მიერ მიცემული ჩვენება შეესაბამება რეალობას. და გარკვეული ნეიტრალური მტკიცებულებები, ამასაც გეტყვით დღეს, უკვე არის მოპოვებული, რომელიც უკვე ადასტურებს, რომ ნატა ბიბლიანი არაფერს იგონებს. პირადად ჩემთვისაც მნიშვნელოვანი არის ეს ვისგან არის მოპოვებული ეს მტკიცებულებები? საგამოძიებო. არა, დაკითხეს გარკვეულები. აქ მარტო გამოკითხვები არ არის. დაუკვირდით, არსებობს გამოკითხვის ოქმები და არსებობს სხვა მტკიცებულებები. ნეიტრალური მტკიცებულებებით შეიძლება დადასტურდეს გამოკითხვის ოქმის სისწორე, ან მოხდეს ამ ყველაფრის უარყოფა. ნეიტრალური მტკიცებულებებით მოხდება რა? დადასტურდება ნატა ბიბლიანი ჩვენების სისწორე და გამოირიცხება სხვა პირთა ჩვენების ჭეშმარიტებასთან შესაბამისობა და სწორედ აქედან გამომდინარე იქნება მიღებული უკვე შესაბამისი გადაწყვეტილებები. ოჯახის წევრებით დაგკითხეთ ნატას. ნამდვილად გამოკითხულია ოჯახის წევრები და ნათესავები. თუმცა ვინაიდან ნატა ბიბლიანის გამოკითხვა ჯერ არ არის დასრულებული, შემიძლია გითხრათ, რომ მან კიდევ ახალ დეტალებთან დაკავშირებით ისაუბრა, კონკრეტულ ფაქტებთან დაკავშირებით ისაუბრა, რაზეც კითხვები არ არის დასმული სხვა ადამიანებისთვის. შესაბამისად, მათი გამოკითხვა თავიდან უნდა მოხდეს და კიდევ ერთხელ უნდა გადამოწვდეს გარკვეული ფაქტობრივი გარემოებები. და მე მინდა ბარემ ვისარგებლო შემთხვევით და მოუწოდო ყველას, ვინც მომავალში უნდა გამოიკითხოს ამ საქმეში, ან დაიკითხოს უკვე სასამართლოში, რომ არ დამალონ არაფერი, მხოლოდ და მხოლოდ სიმართლე თქვან, მე შევახსენებ მათ, რომ ცრუ ჩვენების მიცემა, ცრუ ინფორმაციის მიწოდება საგამოძიებო ორგანოსთვის არის სისხლის სამართლის დანაშაული. მაგრამ არაცრუ ინფორმაციის მიწოდება და იმის თქმა, რომ კი ნამდვილად დაუპატიურებდნენ ამ გოგოს და მე ვიცოდიო, ხო გამოდის, რომ თანამძრახველია თუ რაც შეეხება სწორი ინფორმაციის მიწოდებას, პირდაპირ ვაცხადებ და მე როგორც დაზარალებულის ადვოკატი, მე მათ ვეუბნები, რომ იმისათვის რათა არ დაეკისროთ არანაირი სამართლებრივი პასუხისმგებლობა, იმისათვის რათა მათი სამართლებრივი მდგომარეობა გახდეს ბევრად უკეთესი, მათთვისვე უმჯობესია მხოლოდ სწორი ინფორმაცია მიაწოდონ საგამოძიებო ორგანოს. თუ დავინახეთ, რომ ვინმე ხელს უშლის გამოძიებას, აწვდის მოგონილ ცრუ არასწორ ინფორმაციას, ჩვენ გვექნება შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება და აქ ვერანაირი ხანდაზმულობა ნამდვილად ვერ უშველის. ვინაიდან, როდესაც ადამიანი დღეს იკითხება, დღეს აწვდის ინფორმაციას, თუ ის ინფორმაცია არის ცრუ, მას უკვე დღევანდელი კანონმდებლობით ეკისრება პასუხისმგებლობა და აქ ვერანაირი ხანდაზმულობაზე კიდევ ერთხელ მეორე და თუ თქვა რომ იცოდა მსგავს რომ ხდებოდა თანამორწმუნეობა არ გამოდის. რაც შეეხება დანაშაულის შეუტყობინებლობას, აქ უკვე შეუძლია ვინმეს ისაუბროს ხანდაზმულობის ვადის გასვლაზე, მაგრამ დღეს თუ ვინმე ცრუ ინფორმაციას მისცემს ვიღაცის დაცვის მიზნით, აქ უკვე პირდაპირ დავაყენებთ ჩვენ ყველა ამ ადამიანის პასუხისმგებაში მიცემის საკითხს. და მე კიდევ ერთხელ ანუ შეუტყობინებლობას აქვს ხანდაზმულობა? შეუტყობინებლობას ხანდაზმულობა აქვს. ხანდაზმულობა ვრცელდება შეუტყობინებლობაზე, თუმცა ის მუხლი, რა მუხლითაც ნატა ბიბლიანი
ამ ხელს სხვა პირებს და ის მუხლი რა მუხლითაც მიმდინარეობს გამოძიება და რა მუხლითაც უნდა მიეცნენ პასუხისგება შესადამიანები ხანდაზმულობის ვადა გასული არ არის შესაბამისად ისინი ჩვეულებრივად კანონის მთელი სიმკაცრით პასუხს აგებენ იმ დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენაში, რაც მათ ჩაიდინეს და რაც მათ აუცილებლად დაუმტკიცდება. აი, ეხლა შეიძლება გვიყურებდეს ბევრი ადამიანი და უნდოდეს რაღაცის მოყოლა გამოძიების, მაგრამ ეშინოდეს, რომ აი, ეხლა მე რომ მოვყვე, არ გამოვიდიან თანამძრახველი, ან შეუტყობინებლობა არ გამოვიდეს ჩემი მხრიდან და მეც რაღაცა სამართლებრივად არ შემექმნეს პრობლემა. ირკვევა რომ ეს ესე არ არის, ანუ შეუტყობინებლობის შემთხვევაში არის ხანდაზმულობა და არავინ არ დაგიჭერთ და შეგიძლიათ მოყვეთ სიმართლე. იმ ადამიანებს, ვისაც მსგავსი შიშები აქვს, შემიძლია უთხრა, რომ პირიქით თუ რაიმე შიშები აქვთ, აჯობებს სიმართლე თქვან. წინააღმდეგ შემთხვევაში სამართლებრივი პრობლემა მხოლოდ მას შემდეგ შეექმნებათ, რაც ისინი უკვე მისცემენ ცრუ და არასწორ ინფორმაციას და ხელს შეუშლიან საქმეზე ჭეშმარიტების დადგენას და რეალურად ყველა ადამიანის მიზანი უნდა იყოს, რომ სიმართლე ამ საქმეში არ დაიკარგოს. პირადად ჩემი მიზანი რა არის, კიდევ ერთხელ ვიტყვი, ჩემი მიზანი არ არის, რომ უდანაშაულო ადამიანს ვინმე რამე დააბრალოს, უდანაშაულო ადამიანი დაისაჯოს. მე ვარ სიცხლის სამართლის ადვოკატი და უამრავჯერ მინახავს ცრუ დასმენის მსხვერპლი ადამიანი. მე მინახავს ბრალდებული, რომლის ინტერესებსაც ვიცავდი, რომელსაც დაზარალებული აბრალებდა ისეთი დანაშაულის ჩადენას, რომელიც ჩადენილი არ ქონდა. მე ვიცი ეს როგორი ტკივილია. ამიტომ მე არ დაუშვებ იმას, პირდაპირ გეუბნებით, რომ მოვითხოვო უდანაშაულო ადამიანის დასჯა, მით უმეტეს ამ ამორალური ქმედებისთვის, როგორიც არის გაუპატიურება, მაგრამ მე ზუსტად ვიცი, რომ ნატავიბლიანი გაუპატიურებულია. მე ზუსტად ვიცი, რომ აქ სისხლის სამართლის უმძიმესი დანაშაულებრივი ქმედებებია ჩადენილი და არც იმას დაუშვებ, რომ ვინმე შერჩეს ამ სასტიკი დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენა. აქ ძალიან სწორი ზღვარი უნდა გავავლოთ. ძალიან სწორი ზღვარი უნდა გავავლოთ. დამნაშავე დაუსჯელი არ უნდა დავტოვოთ და ასევე უდანაშაულო ადამიანებს არ უნდა დავაბრალოთ რაიმე დანაშაული, თუნდაც მორალური პასუხისმგებლობა არ უნდა დავაკისროთ იმის გამო, რაც მათ არ ჩაუდენიათ. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ჩვენ შევძლებთ აქ სწორი ზღვარის გავლებას და შევძლებთ იმას, რომ ამ საქმეზე სამართლიანობას ვაზეიმებთ. თუნდაც დაგვიანებით. არაერთი ინფორმაცია გავრცელდა ბრალდებულების მიმართ, თუნდაც ის, რომ მათ გაუკეთეს სამაჯური, რომ ქვეყანა არ დატოვონ. რამდენად შესაბამება ეს სიმართლეს? სამაჯურის გაკეთების საკითხთან დაკავშირებით მინდა გითხრათ, რომ მსგავსი რამის ადგილი არ ქონია. სამაჯური ესე უბრალოდ ვიღაცამ დააბნიოს ხელზე, მსგავსი რამე არ ხდება. ეს შეიძლება მოხდეს მას შემდეგ, რაც პირ შეეფარდება აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო, ამის შემდეგ დამატებითი უზრუნველყოფის კუთხით შეიძლება ელექტრონული მონიტორინგის სამაჯურით მოხდეს მისი ლოკაციის ადგილმდებარეობის გაკონტროლება, მაგრამ ვინაიდან ბრალდება არ არის ჯერჯერობით წარდგენილი აღკვეთის ღონისძიებაზე საუბარი ზედმეტია, შესაბამისად ეს ინფორმაცია პირდაპირ გეუბნებით, რომ რეალობას არ შეესაბამება. რაც შეეხება ზოგადად ამ ადამიანებს, ეს ადამიანები ჩემი ინფორმაციით უნდა იყვნენ სვანეთში, თუმცა აქ მთავარი რა არის, რომ ჩვენი მიზანი არის, რომ თუნდაც მათი უსაფრთხოებაც იყოს უზრუნველყოფილი. ჩემი მიზანი არის, რომ რაიმე უკანონო ქმედებებით არ მოხდეს მათი პასუხისმგებაში მიცემა. ყველაფერი 21 საუკუნეში ცხოვრობთ, 2026 წელია. ყველაფერი უნდა მოხდეს, მათ შორის დასჯაც, პასუხისმგებაში მიცემა და აბსოლუტურად ყველა ქმედება უნდა განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობის სრული დაცვით. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ ჩვენ დაუშვებთ ქვებით ადამიანების ჩაქოლვას, რაღაც ძალადობრივი მეთოდებით სამაგიეროს გადახდას, ჩვენ ღირსეულ სახელმწიფოს ვერ ავაშენებთ. ბატონო ტარიელ, ესეთი კითხვა მაქვს, რომელსაც პასუხი ნატასგან ვერ მივიღე და რადგან თქვენ ესე ჩაერთეთ გამოძიებაში, იქნებ თქვენი წოდეთ. მიზეზი რა იყო, რატომაც აი ამ რამდენიმე ოჯახმა კონკრეტულად ეს ოჯახი ამოიჩემა. და აი ამდენი ადამიანის მხრიდან ხდებოდა აი ამ ერთი გვარის წარმომადგენლის გაუპატიურება. ნუ რაღაცა არის სათავე, საიდანაც გამომდინარე მოხდა მე ეს ყველაფერი. რამე შურისიებას ხო არ აქვს. ზოგადად ერთ რამეს გეტყვით, რომ ჩემთვის საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა, რა მიზეზით ხდებოდა. არა, არ ჩვენთვის, მაგრამ გაუპატიურება არის ერთ-ერთი ის
დანაშაული, რომელსაც არანაირი მორალური გამართლება არ აქვს. აი, მე მქონია გამართლებას არ ვეძებ, რა თქმა უნდა. ამასიანად გავიხსენე, სხვადასხვა პრაქტიკაში მე მქონია არაერთი შემთხვევა, როდესაც ვიცავდი ადამიანის ინტერესებს, რომელსაც შესაძლოა ქონდა ჩადენილი კონკრეტული ქმედება, მაგრამ მე მას მორალურად ვამართლებდი. აი, მაგალითად, მქონია ესეთი შემთხვევა, როდესაც ვიღაცამ დაუპირა მის შვილს გაუპატიურება და რაღაც დაზიანებები მიაყენა. შემდეგ მამამისმა შურისძიების მიზნით დაახლოებით 2 საათში ესროლა იმ ადამიანს და ძალიან მძიმე ჭრილობები მიაყენა და მკვლელობის ცელობას ედავებოდნენ. პირდაპირ გეტყვით, მიუხედავად იმისა, რომ მე მას ვიცავდი, ის სამართლებრივად დანაშავე იყო, ვინაიდან ეს შურისძიება არის და ჩვეულებრივი დანაშაული არის, მე მის ქმედებაში მორალურ გამართლებას ვხედავდი და საზოგადოებაც გვერდში მედგა, როდესაც მე ამ ადამიანს ვიცავდი. და როდესაც სასრველი შედეგი დადგა და ეს ადამიანი გამართლდა, მე ადამიანები მილოცავდნენ და მეუბნებოდნენ, რომ ძალიან კარგი, რომ მის მიმართ გამომტყუნებელი განაჩენი არ დადგა. მაგრამ დაუკვირდით გაუპატიურების მუხლი. აქ რანაირი მორალური გამართლება არ აქვს, მაგრამ მაინც ვეძებ, რომ ბოროტების იმას მაინც ვიღებ ამოხსნას, რა როგორ შეიძლება რომ ეს ბოროტი იყოს ადამიანი. მე ჩემთვის თავარი არის ერთი რამე უთყوارად, რომ ის რაც ნამდვილად მოხდა, ნამდვილად დადასტურდეს. დანარჩენი საკითხები, რაზეც თქვენ ახლა მე მესაუბრეთ, ჩემთვის მეორე ხარისხოვანია, თუმცა ამასთან დაკავშირებითაც მე გარკვეული საგამოძიებო მოქმედებების ამოწურვის შემდეგ მექნება ამომწურავი პასუხი. რამდენი დრო იჭირდება დაახლოებით იმას, რომ გავიდეთ ბოლოში და მივახციოთ სასურველ შედეგს? მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შემდეგ გასული არის 30 წელზე მეტი. თქვენ ვერ გამახსენებთ ქართულ რეალობაში ვერცეთ სისხლის სამართლის საქმეს, როდესაც 30-35 წლის შემდეგ დაიწყო გამოძიება, დადგა შედეგი და ადამიანები დაისაჯა. ვერცეთ შემთხვევას ვერ გამახსენებთ. ეს არის უპრეცედენტო საქმე ამ კუთხით. შესაბამისად, ვინაიდან დიდი დრო არის გასული, ყოველთვის რთული არის რეალური სურათის აღდგენა და ყოველთვის ძალიან რთული არის უტყუარად რაღაც საკითხების დამტკიცება და დასაბუთება. ასევე ჩვენ ვიცით, რომ მხოლოდ ვარაუდზე ადამიანს ვერ დავსჭით. ამას სჭირდება მტკიცებულება, თუმცა მტკიცებულების მოპოვება არის საკმაოდ რთული. შესაბამისად, იმის პროგნოზი თუ რამდენ ხანში მოხდება ზუსტად საგამოძიებო მოქმედებების დასრულება და რაღაც სურათის გამოკვეთა თითქმის შეუძლებელია, მაგრამ ერთ რამეს გეტყვით, რომ ეს მოხდება ძალიან მალე და იმაზე მცირე დროში, ვიდრე ძალიან ბევრს გონია. ერთადერთი მიზეზი არსებობს ამისათვის. სიმართლე არის ნატას ხარეს, სიმართლე არის ჩვენს ხარეს და სხვანაირად უბრალოდ შეუძლებელია. არ უნდა მოხდეს რაიმე ექსცესი, რაიმე უკანონო ქმედებები, მხოლოდ სამართლებრივი პასუხისმგებლობა, რისთვისაც მე პირადად, ჩემი გუნდი და საგამოძიებო ორგანო ყველაფერს გავაკეთებთ. ნატას უნდა ეშინოდეს რამე ის? იმიტომ რომ ნატას ემუქრებოდნენ, ჩვენც გვემუქრებოდნენ. რაც შეეხება მუქარას, მესიჯი მივიღეს ჩვენ მუქარის სამწუხაროდ. პირდაპირ გეტყვით, რომ ჩემთვის ის რომ ჩემს დაცვის ქვეშ ყოფს, ვინმე დაიმუქროს, პირადად ჩემთვისაც შეურაცხყოფელი არის ეს. როცა მე ადამიანს ვიცავ, მე მინდა მან იცოდეს ნატა ვიბლიანმა და არა მარტო ნატა, მე არაერთ ადამიანს, ათობით ადამიანს ვიცავ ამჟამად უამრავ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეში და ყველა მიცოდეს, რომ არაფრის ეშინოდეთ, ყველა მიცოდეს, რომ ისინი არიან ეფექტური დაცვის ქვეშ და მე არ დაუშვებ ვინმემ დაჩაგროს რაიმე ფორმით ის ადამიანი, ვის ინტერესებსაც მე ვიცავ და ყველას მოუწოდებ, რომ არავინ გაბედოს ერთი მუქარის მესიჯი მაინც მიწეროს ნატა ვიბლიანს. არავინ გაბედოს. ყველა აგებს პასუხს კანონის მთელი სიმკაცრით. და ამ საქმეზე კიდე ყველას მინდა უთხრა, რომ ვერანაირი მუქარა, ვერანაირი უკანონო ქმედებები, ვერანაირი დანაშაულის ჩაფარცხვის მცდელობა ვერავის ვერ გადაარჩენს. სიმართლეს აქვს ყველაზე დიდი სინათლე, ყველაზე დიდი ძალა და ეს აუცილებლად გაიმარჯვებს. ყველა პირი, ვინც გაუპატიურებაში მიიღო მონაწილეობა, მიეცემა პასუხისმგებაში და მათ მიმართ დადგება გამომტყუნებელი განაჩენი. წარმატებები თქვენს.
ნატასაც ჩვენს მე დარწმუნებული ვარ რომ ეს ისეთი საქმე რომ აუცილებლად იზეიმებს სამართალი. აუცილებლად. სხვა გზა არ არის უბრალოდ. ამ საქმეში აუცილებლად იზეიმებს სამართალი, აუცილებლად დადგინდება ჭეშმარიტება უტყუარად და მინდა ვთქვა რომ ეს საქმე ზოგადად და ეს ტრაგედია არ არის მხოლოდ ერთი სოფლის ტრაგედია, ერთი ადამიანის და ერთი ოჯახის ტრაგედია. ეს არის მთელი ქვეყნის ტრაგედია, ეს არის მთელი ერის ტრაგედია და ეს არის შემთხვევა, როდესაც ერთი ადამიანის ირგვლივ არის გაერთიანებული მთლიანად ერი. და ეს ძალიან დიდი ბედნიერებაა ზოგადად, როდესაც ხედავ რომ დაჩაგრულ ადამიანს ამდენი ადამიანი უდგას გვერდით. მე შემიძლია გითხრათ რომ ყოველდღიურად უამრავი ადამიანის ადვოკატი ყოფილი ვარ, მაგრამ ამდენი მესიჯი, ამ ხელა მხარდაჭერა თითქმის არც ერთ სისხლის სამართლის საქმეში არ მიმიღია და მინდა რომ მთლიანად მთელს ქვეყანას მინდა დიდი მადლობა გადაუხადო ამისთვის, განსაკუთრებით სვანეთში მაცხოვრებელ ადამიანებს და სვანებს, რომლებიც ყველაზე აქტიურად გვიჭერენ მხარს, რომლებიც ყველაზე ღირსეულად იქცევიან ამ შემთხვევაში და ნამდვილად ღირსება რომ ამ კუთხის სავიზიტო ბარათია კიდევ ერთხელ აჩვენებენ და იმ რამდენიმე არ ვიცი, ამას შეიძლება თუ არა უწოდო ამ ადამიანებს ადამიანი არ ვიცი, იმ რამდენიმე ადამიანის ბინძური და უმძიმესი დანაშაულებრივი ქმედებების გამო ყველას მოუწოდებ, რომ მთლიან სვანეთს განაცხავენ და შეურაცხყოფას მიაყენებენ. ვინაიდან კიდევ ვიმეორებ, რომ სწორედ სვანები გვიდგანან ყველაზე მეტად გვერდით. ხო. დაახლოებით რამდენი ადამიანი უნდა გამოიკითხოს კიდე და რა ნაბიჯები არის ამ ეტაპზე გადასადგმელი? გამოიკითხება კიდევ არაერთი ადამიანი, იმდენი ადამიანი, რამდენი ადამიანის გამოკითხვაც საჭირო იქნება იმისათვის, რათა საქმე გამოძიებული იქნეს ობიექტურად და ყოველმხრივ და ჩატარდება კიდევ არაერთი საგამოძიებო მოქმედება. ამ საქმეზე აუცილებლად იზეიმებს სამართალი. მადლობა თქვენ სტუმრობისთვის. ღმერთი თქვენსკენ წარმატებებს გისურვებთ თქვენს ნატასაც, ჩვენ პოდკასტსაც. დაველოდოთ მოვლენების განვითარებას კიდევ არაერთხელ შევხვდებით ჩვენ დარწმუნებული ვარ. მადლობა სტუმრობისთვის. თქვენც ასევე.